ამ ტაძარში ახლა პირველი წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას კიდევ ერთი მოქმედი ტაძარი შეემატა. ტაძარი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათში იკურთხა. ეს რათა შეინანოდა, ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და ცხებდეს ეცა მრავალთასნე ულთა და განკურნებდეს. ახლა დაგებული ტაძარი სოფლის დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მთაზე მდებარეობს, საიდანაც რცხილათის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ამ ადგილზე ტაძრის აშენების იდეა ძმებ ზვიად და მალხაზ გამეზარდაშვილებს ეკუთვნით. ზვიადი ამბობს, რომ ტაძრის აშენებაზე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ფიქრობდა. ჩემი ინიციატივა იყო ამ ტაძრის აგება ამ წმინდა გორაზე. აი გაღმა უფლისაშვილების უბანში, გაღმა გორაზე უბრალოდ დადგეს ჩამოიტანეს თბილისიდან ჯვარი. ჩემი იყო რომ ერთი ღმერთო მეც მომცა ამის შესაძლებლობა რომ მეთქი რომ ამ გორაზე ერთი პატარა ტაძარი მაინც რომ ამეგო მეთქი პატარა ტაძარი რაღაც რომ კაცი რო შევიდოს მეთქი რომ სანთელი რო არ ჩაუქროს ქარმა რაღაც რომ კაცმა გქონდეს რა ლოცვის საშუალება. ზვიად გამეზარდაშვილი იხსენებს, რომ ერთხელ გამოცხადებაც ჰქონდა. ის ამბობს, რომ მაცხოვარი გამოეცხადა. იყო ჯანმრთელობასთან, ჩემ ჯანმრთელობასთან ისეთი პრობლემები იყო რაღაც და აი ჩემი გამოცხადება, უფლის გამოცხადება, როგორც ხელაპყრობილი თეთრზეწარში გამომეცხადა უფალი და გამახსენდა აი ჩემი დანაპირები, ჩემი შენაპირების სიტყვები. და უბრალოდ წამოვიდა ის იდეა, რომ აუცილებლად უნდა ამეგო ტაძარი. თუ მივიყვანდი ბოლომდე მაგის იგიც არ ამქონდა, მაგრამ დიდება უფალს. უფლის ძალა და მადლით შევძელი ეს. მართალია ტაძრის მშენებლობა ძმებ გამეზარდაშვილების ინიციატივით დაიწყო, მაგრამ მის აშენებაში სოფლის მოსახლეობამაც აქტიური მონაწილეობა მიიღო. ჩვენ წინაპრების გზის ერთგული გამგრძელებლები ვართ. ამის დასტური ტაძრის აშენება, აღნიშნეს ადგილობრივებმა. ხალხი გვეხმარებოდა, კაცო, როგორ ვისაც რა შეეძლო ფიზიკურად, რამე მასალებით, რაღაცებით, პატარ-პატარა ყველა დაგვიდგა უერთში და სოფელმა დიდი შრომა და იგი ჩადო ამ ტაძრის შენებლობაში. ტაძარი არის დიდი შრომის ნაყოფი და შესაბამისად არის სიმბოლო ჩვენი სიმტკიცისა, ჩვენი ერთობისა და ჩვენი წვენისა. და კიდევ ამ ადგილას ამ ტაძრის აღმართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი წინაპრების ღირსეული გამგრძელებლები ვართ ჩვენი წინაპრების საქმის. დათმაყოფილი ვართ. მე პირადად ჩვენი სოფელის კარგია რომ მეორე ტაძარი გაიხსნა დღეს იკურთხა. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ძმებს, რომელმაც ითავეს ეს საქმე, მალხაზი და ზვიადი გამეზარდაშვილებმა. სოფელ რცხილათში ახლა დაგებული ტაძარი ქრისტეს აღდგომის სახელზე იკურთხა. კურთხევა კი ჭიათურას საჩხერის ეპარქიის მღვდელმთავრის მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტმა ზოსიმემ შეასრულა. მოხდა ამ ტაძრის კურთხევა დღეს და მის ალოცია ულოცავ ყველას მემანდელ დღეს ამ განსაკუთრებულ დღეს სოფლის მკვიდრებს ულოცავ მალხაზ და ზვიადს ამ დიდი შრომისათვის, გაწეული შრომისათვის მადლობას ვუხდით ყველანი და დღესასწაულია დღეს აი ამ სოფელში. ბედნიერი ვარ, რათა ამ პატარა სოფელში ორი ტაძარია. ღვთის წყალობა არ მოუშავოს ღმერთმა ჩვენ ქვეყანა ოჯახი, ერი, რაც უფრო ღარიბია ეკონომიურად, მით უფრო მდიდარია სულიერად. ასეთია ჩვენი სოფელი. მდიდარია წყინვალი ადამიანებით, სული ძლიერი ადამიანებით. ამიტომ შეძლო ამ სოფელში ხალხმა და მოგუმადლა უფალმა ეს ორი წყინვალე ტაძარი. 7 წელიწადი მიდიოდა თითქმის აი ეს გზის გაყვანა, ეკლესიის მშენებლობა და საბოლოოდ დადგა ის ბედნიერი დღე, როცა გაიხსნა ტაძარი და იქნება მოქმედი ეკლესია. ტაძარში კურთხევის შემდეგ ნათლობის ცერემონია შესრულდა. ტაძრის ამშენებლებმა საკუთარი შვილები მონათლეს. სიმბოლური არის კვლავის, რომ ამ ტაძარში მოხდა დღეს პირველი ნათლობა. მონათლნენ ამ ტაძრის ქტიტორების შვილები, ავთანდილი, კეთემანი და ანა. ღმერთმა დალოცოთ, მათი ოჯახი გაახაროთ. ზვიადის ამ საქმეში უნდა უმადლოდეთ. შესანიშნავი საქმე გააკეთა. ადამიანს შეიძლება ბევრი ფული და ქონება ქონდეს, მაგრამ ასეთი მოხერხება და ასეთი გულში ამოჭრა, ასეთი დიდი ძვირფასი საქმისა, ეს მართლა უბადლო რამეა.
სოფელი რცხილათი ჭიათურიდან 23 კილომეტრში მდებარეობს. 2010 წლის მონაცემებით სოფელში 315 კომლი ცხოვრობს. ისტორიულ წყაროებში რცხილათი როგორც დასახლებული პუნქტი მე-11 საუკუნიდან მოიხსენიება. სოფელში არსებობდა ძველი ეკლესია, სადაც მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა მღვდელი ბართლომე გამეზარდაშვილი. ძველი ტაძარი კომკავშირელმა აქტივისტებმა 1924 წელს დაანგრიეს. 2008 წელს სოფლის ცენტრში აშენდა ახალი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რაც შეეხება ახლა დაგებულ რცხილათის ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარს, იქ მომავალში წირვა ლოცვებს მღვდელმსახური ლაზარი აღავლენს.